და სხვა თემები თბილისის მერი აზიის განვითარების ბანკის საქართველოს ოფისის წარმომადგენელს შეხვდა. ისაუბრეს თვინინგის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე. კერძოდ, მეტროპოლიტენის სადგურ უნივერსიტეტის მშენებლობასა და თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე. პროექტის ფარგლებში იგეგმება სასწავლო ტურის ჩატარება ევროპის ქვეყნებში. ასევე სატრანსპორტო დარგის ექსპერტების ვიზიტი საქართველოში. ჩვენ ჭიდროდ თანამშრომლობთ თბილისის რუსთავის გზის მშენებლობის პროექტში, ასევე ძალიან მალე სრულდება სატენდერო პროცედურები და შეირჩევა გამარჯვებული კომპანია, რომელმაც თბილისის დამატებითი მეტროსადგურის პროექტი უნდა განახორციელოს. ამ პროგრამის მიხედვით ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მშენებლობა მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება და 2 წელს გასტანს. 2 წელიწადში ჩვენ უკვე უნდა შევძლოთ მეტროთი სარგებლობა. მეორე პროექტი უკავშირდება ურბანული ტრანსპორტის სტრატეგიის განახლებას, რომლის მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციაა.